საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ტექსტი, რომელიც თითქოს არ უნდა შემოგრჩენოდა. ტექსტი, რომელიც არ იკითხება ეკლესიებში, არ შედის ბიბლიის კანონიკურ წიგნებში. გარდა ეთიოპიური ტრადიციისა და რომლის შინაარსიც იმდენად უცნაური და შემაშფოთებელია, რომ ბევრს უჩნდება კითხვა, რატომ დაივიწყა ის ქრისტიანულმა სამყარომ. ეს არის ენოქის წიგნი. ენოქის წიგნი, აკრძალული ცოდნა და საიდუმლოებები. ენოქის წიგნის შესახებ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ფაქტობრივად გასაიდუმლოებული, უпроსტად ქრისტიანული სწავლებებიდან გარიყული იყო. კოდის ერთი ეპიზოდი უკვე მაქვს მომზადებული და მაყურებლის მხრიდან დიდი ინტერესიც დაიმსახურა. თუმცა იმ სერიაში ამ ბიბლიური პერსონის შესახებ ცოტა ზოგადი სურათია წარმოდგენილი, მაგრამ მაინც მეცნიერული მსჯელობითაა განხილული და ისტორიულ მიმოხილვადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ. ასევე მაყურებლების თხოვნითა და ინტერესით გადავწყვიტე, რომ ამ საკითხს უფრო ღრმა განხილვით დავბრუნებოდი. საინტერესოა, რა იყო ენოქის სათქმელი და ისიც, თუ რატომ იდევნება ის ოფიციალური რელიგიური სწავლებებიდან. ამბავი იწყება ადამიანით, რომელიც ბიბლიაში მხოლოდ რამდენიმე სიტყვით არის ნახსენები. ენოქი. მის შესახებ წერია, რომ ის დადიოდა ღმერთთან და შემდეგ უბრალოდ გაქრა. არ მოკვდა, არ დაკრძალულა, თითქოს აიყვანეს. სწორედ ეს პატარა ფრაზა გახდა საფუძველი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ტექსტის, რომელიც ამტკიცებს, რომ ენოქმა იხილა ის, რაც ჩვეულებრივ ადამიანს არასოდეს უნდა ენახა. ენოქის წიგნი გვიყვება სამყაროზე, რომელიც ჩვენთვის უცნობია. რეალობაზე, სადაც ზეცა და დედამიწა ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნული არ არის. სადაც არსებობენ არსებები, რომლებიც არ ემორჩილებიან წესრიგს. ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი იწყება მაშინ, როცა ტექსტი აღწერს ანგელოზებს, არა როგორც წმინდა არსებებს, არამედ როგორც იმათ, ვინც დარღვია საკუთარი დანიშნულება. ამ ანგელოზებს დამკვირვებლებს ეძახდნენ. მათი მისია იყო ადამიანების დაცვა, მაგრამ ენოქის წიგნის მიხედვით მათ გადაწყვიტეს რაღაც სრულიად სხვა. ისინი დაეშვნენ დედამიწაზე, არა შემთხვევით, არა დროებით, არამედ განზრახ. მათ დადეს ფიცი, რომ აღარ დაბრუნდებოდნენ უკან. რატომ? იმიტომ, რომ მათ მოისურვეს ის, რაც მათთვის აკრძალული იყო, ადამიანური ცხოვრება. ტექსტი პირდაპირ ამბობს, რომ ეს ანგელოზები ადამიან ქალებთან შევიდნენ კავშირში. ეს უკვე თავისთავად არღვევს იმ სურათს, რომელსაც ტრადიციული რელიგია გვაძლევს, განსაკუთრებით ანგელოზის სქესთან დაკავშირებით. თურმე უსქესონი არ ყოფილან და ეს ანგელოზები მამაკაცური ბუნების მატარებლები იყვნენ, რადგანაც კავშირს ქალებთან ამყარებდნენ. მაგრამ აქ იწყება უფრო ღრმა და უფრო საშიში ნაწილი. მათ შთამომავლებს ეწოდათ ნეფილიმები, გიგანტები. ესენი არ იყვნენ უბრალოდ დიდი ადამიანები. ისინი აღწერილია როგორც ძლევამოსილი, უკონტროლო არსებები, რომლებაც დედამიწა ძალადობითა და ქაოსით აავსეს. თითქოს ბუნებრივი წესრიგი მთლიანად დაირღვა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ხშირად გამოტოვებული არის ის, რაც ამ ანგელოზებმა ადამიანებს ასწავლეს. ენოქის წიგნი ამბობს, რომ მათ გადასცეს ცოდნა. არა უბრალოდ ცოდნა, აკრძალული ცოდნა. მათ ასწავლეს იარაღის შექმნა, ომის ტექნიკა, ლითონების დამუშავება, მაგია, ვარსკვლავების საიდუმლოებები, ბუნების ძალების გამოყენება. ეს ყველაფერი ერთ რამეზე მიუთითებს. ადამიანი მოულოდნელად გახდა უფრო ძლიერი, ვიდრე უნდა ყოფილიყო. და სწორედ აქ ჩნდება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა. არის ეს უბრალოდ მითოლოგიური ისტორია, თუ ეს არის გაფრთხილება იმაზე, რაც ხდება მაშინ, როცა ცოდნა უსწრებს მორალს. მაგრამ სანამ ამ კითხვას დავუბრუნდები, საჭიროა შევჩერდე იმაზე, რაც ამ ტექსტს რეალურ ისტორიულ კონტექსტში აყენებს. ენოქის წიგნი არ არის შუა საუკუნეების გამოგონება. მისი ყველაზე ძველი ნაწილები თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის მესამე-მეორე საუკუნეებით. ტექსტის ფრაგმენტები აღმოჩენილია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენაში, ყუმრანის გამოქვაბულებში, სადაც ნაპოვნი იყო ეგრეთ წოდებული მკვდარი ზღვის გრაგნილები, ანუ რელიგიური ხელნაწერები. ეს ერთ რამეს ნიშნავს, ენოქის წიგნი არსებობდა ბევრად ადრე, ვიდრე ქრისტიანობა ჩამოყალიბდა. უფრო მეტიც, ადრეული ქრისტიანები მას იცნობდნენ თან კარგად.
ახლა ხთქმაში, კერძოდ იუდას ეპისტოლეში, პირდაპირ არის ციტირებული ენოქის ტექსტი. ეს ფაქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აჩვენებს, რომ პირველ ქრისტიანულ საზოგადოებაში ეს წიგნი ავტორიტეტულად ითვლებოდა. და მაინც, მოგვიანებით ის გაქრა კანონიკური ტექსტებიდან. რატომ? აქ იწყება ეკლესიის ისტორიული პოზიცია. პირველი მიზეზი არის ავტორობა. ენოქის წიგნი მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ფსევდოეპიგრაფიულ ტექსტებს, ანუ ტექსტებს, რომლებიც დაწერილია ცნობილი ბიბლიური ფიგურის სახელით, მაგრამ რეალურად სხვა ავტორებს ეკუთვნის. ეკლესიისთვის ავტორობის სანდოობა მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო. მეორე მიზეზი თეოლოგიური განსხვავებებია. ენოქის წიგნი ანგელოზებს წარმოაჩენს ისე, როგორც არსებებს, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი ნებით შეცდომის დაშვება და ადამიანებთან ფიზიკური, მეტიც სექსუალური ურთიერთობა. მოგვიანებით ჩამოყალიბებულ ქრისტიანულ მოძღვრებაში ეს იდეა ან უარყოფილია, ან გადატანილია სიმბოლურ დონეზე. მესამე, სამყაროს აღწერა. ენოქის ტექსტში კოსმოსი წარმოდგენილია როგორც ფენებად დაყოფილი სისტემა, განზომილებებად, ასე ვთქვათ, კონკრეტული კარიბჭეებით, საიდანაც მოძრაობენ მზე და მთვარე. ეს აღწერები არ ემთხვევა არც ბიბლიის სხვა ნაწილებს და არც მოგვიანებით განვითარებულ თეოლოგიურ ინტერპრეტაციებს. და ბოლოს, გავლენა. ზოგიერთი ადრეული ეკლესიის მამა, მაგალითად ტერტულიანე, იცავდა ენოქის წიგნს და თვლიდა მას ღირებულ ტექსტად. მაგრამ სხვებმა, განსაკუთრებით მეოთხე საუკუნის შემდეგ, დაიწყეს მისი გამორიცხვა. როდესაც ჩამოყალიბდა ბიბლიის კანონი, ტექსტების საბოლოო სია, რაც უნდა შესულიყო ბიბლიაში, ენოქის წიგნი უკვე არ იყო ფართოდ მიღებული. შედეგად ის დარჩა მხოლოდ გარკვეულ ტრადიციებში, განსაკუთრებით ეთიოპიის მართლმადიდებელ ეკლესიაში, სადაც ის დღემდე კანონიკურ წიგნად ითვლება. ამაზე მოგვიანებით. აქ მნიშვნელოვანია ერთი რამ. ისტორიული თვალსაზრისით არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეკლესიამ შეგნებულად დამალა ეს წიგნი. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ის არ შეიტანეს კანონში გარკვეული კრიტერიუმების გამო, მაგრამ სწორედ ეს კრიტერიუმები ქმნის კითხვებს, რომლებიც დღემდე აქტუალურია. რადგან ენოქის წიგნი შეიცავს იდეებს, რომლებიც განსხვავდება ოფიციალური მოძღვრებისგან, იგი საუბრობს ცოდნაზე, რომელიც ზეციდან მოდის, მაგრამ საფრთხის შემცველია. იგი აღწერს სამყაროს, სადაც წესრიგი შეიძლება დაირღვეს არა ადამიანების, არამედ ზეციური არსებების მიერ. ეს კი სრულიად ცვლის პასუხისმგებლობის აღქმას. ენოქის წიგნი თითქოს გვთავაზობს ალტერნატიულ ისტორიას, ვერსიას, სადაც კაცობრიობის პრობლემების მიზეზი მხოლოდ ადამიანი არ არის. და სწორედ აქ იმალება მისი ყველაზე დიდი საიდუმლო. შესაძლოა ეს ტექსტი არ ცდილობს უბრალოდ მითის მოყოლას. შესაძლოა ის არ ინახავს ძველ წარმოდგენას სამყაროზე, წარმოდგენას, რომელიც მოგვიანებით შეიცვალა, გადამუშავდა, ან უბრალოდ გვერდზე გადაიდო. და ამიტომ კითხვა კვლავ ღიად რჩება. თუ ენოქის წიგნი წარმოადგენს უფრო ძველ ხედვას სამყაროზე, ვიდრე ბიბლია გვთავაზობს, რა ნაწილი დავკარგეთ მაშინ, როცა ის დავივიწყეთ? კიდევ ერთი სურათი, საერთო სურათის წარმოსადგენად ბუნდოვან საიდუმლოება და ფაზლიდან. გთავაზობთ რამდენიმე ციტატა ამონარიც ენოქის წიგნიდან. ეს თვალსაჩინოებისთვის დაგვეხმარება უფრო მეტად გავიგოთ ენოქის მონათხრობიდან გარკვეული სათქმელი. დაცემული ანგელოზების ფიცი. ციტატა. მოდი ავირჩიოთ ცოლები ადამიანთა ქალთაგან და ამშვათ შვილები. და დადეს ფიცი ყველამ ერთად და დაიფიცეს, რომ ამ საქმეს არ მიატოვებდნენ. გავშიფროთ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შოკისმომგვრელი ადგილი. ანგელოზები გაცნობიერებულად არღვევენ წესს. ისინი არ არიან მოტყუებულები, ეს არის შეგნებული აჯანყება. ფიცი კი ნიშნავს, რომ ეს იყო კოლექტიური გადაწყვეტილება. ნიშნულობით ეს ტექსტი ანგელოზებს წარმოაჩენს როგორც თავისუფალი ნების მქონე არსებებს, რაც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ტრადიციულ თეოლოგიას. ნეფილიმების დაბადება. ციტატა. მათ შობეს გიგანტები, რომელთა სიმაღლე იყო 3000 წრთა. გავშიფროთ ეს ნაწილიც. გიგანტების შესაძლოა პირდაპირ ფიზიკური მნიშვნელობით არ იყოს. ეს შეიძლება იყოს ძალაუფლების სიმბოლო, ან სხვა ტიპის არსებები, რომლებიც არ ჯდება ადამიანურ ჩარჩოში. ნიშნულობით ტექსტი მიუთითებს, რომ რაღაც არაბუნებრივი მოხდა ადამიანურ გენეტიკაში ან ბუნებაში. აკრძალული ცოდნა. ციტატა. აზაზელმა ასწავლა ადამიანებს מחვილისა და დანის შექმნა და სამგაულების და ორნამენტების გაკეთება. რას ნიშნავს ეს?
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ცოდნა მოდის ზეციური არსებებისგან. ტექნოლოგია და ომი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. სილამაზეც კი წარმოდგენილია როგორც ცდუნება, ამ შემთხვევაში სამკაულის სახით. ტექსტი თითქოს ამბობს, ცივილიზაცია უდრის დაცემის დასაწყისს. ცოდნის შედეგი. ციტატა. და გაჩნდა უღმერთობა და ადამიანები გაეხვივნენ ცოდვაში და გარიყვნენ ყველა გზით. ამ ფრაზას ასე ვშიფრავ. დიდი საიდუმლოს ცოდნა იწვევს მორალურ დეგრადაციას. პრობლემა არაა მხოლოდ ძალა, არამედ მისი არასათანადოდ გამოყენება. ეს არის პირდაპირი გაფრთხილება. ცოდნა თავისთავად არ არის ნეიტრალური. თუმცა ამ ტექსტში არ არის დაკონკრეტებული, რომ საერთოდ უცოდინრობა არის თუ არა ღვთიური მიმართულება, რადგან თუ სამყარომ ჩვენ მოგვცა გონი და არჩევანის თავისუფალი ნება. მაშინ ცოდნა იმთავითვე აუცილებელია იმისთვის, რომ განვითარდეთ. აქ ცოტა ბუნდოვანება, რასაც დამატებითი კვლევა და შესწავლა სჭირდება. ღმერთის განაჩენი ანგელოზებზე. ციტატა. შებოჭე ისინი სამუდამოდ, ჩააგდებნელ უფსკრულში, იქ დარჩებიან განკითხვის დღემდე. ანუ ანგელოზები ისჯებიან როგორც დამნაშავეები. ისინი არ არიან მიუწვდომელი ან წმინდა. ტექსტი ანგელოზებს აყენებს სასამართლოს წინაშე, რაც ძალიან განსხვავდება ტრადიციული წარმოდგენებისგან. ენოქის ზეციური ხილვა. ციტატა. ვიხილე მაღალი ტახტი და მასზე იჯდა დიდება. ეს აღწერა ძალიან ჰგავს მოგვიანებით ბიბლიურ ხილვებს. ღმერთი წარმოდგენილია როგორც უზენაესი მმართველი. ამ ნაწილით ენოქის ტექსტი შესაძლოა იყოს ერთ-ერთი უძველესი წყარო მსგავსი ხილვებისთვის. კოსმოსის მექანიკა. ციტატა. ეს არის მზის მოძრაობის წესები, როგორ ამოდის და ჩადის იგი თავისი კარიბჭეებით. სამყარო აღწერილია როგორც სისტემა მწყობრი წესებით. კარიბჭეები შეიძლება იყოს სიმბოლური ან პრიმიტიული ასტრონომია. ეს ალბათ ნიშნავს, რომ ადამიანები კოსმოსის ახსნას რელიგიური ენით ცდილობდნენ. მერვე, საბოლოო განაჩენი. ციტატა. კაცის ძე დაჯდა დიდების ტახტზე და განიკითხა ყველა საქმე. კაცის ძე მოგვიანებით ხდება ცენტრალური ფიგურა ქრისტიანობაში. ანუ იესო ქრისტე. აქ ის უკვე არსებობს უფრო ძველ ტექსტში. ეს მიუთითებს, რომ ზოგი იდეა ქრისტიანობამდე არსებობდა. სად არის კონსპირაცია და სად იმალება ეკლესიის გავლენა ამ ტექსტთან დაკავშირებით? ან რატომ მალავენ თუ მალავენ? რას ამბობს ისტორია და აკადემიური კვლევა? რას ამატებს კონსპირაციული ინტერპრეტაცია? პირველი, რეალური ისტორიული სურათი, რას მალავს და რას არა. ენოქის წიგნი არ გააქრეს ერთ დღეს. ის უბრალოდ არ შეიტანეს ბიბლიის კანონში, როცა ეკლესიამ მეოთხე საუკუნეში საბოლოოდ ჩამოაყალიბა წმინდა წერილების სია, ნიკეის კრებაზე. ამის მთავარი ოფიციალური მიზეზებია, როგორც ვახსენე, პირველი ავტორობის პრობლემა, მეორე განსხვავებული თეოლოგია და მესამე განსხვავებული კოსმოლოგია. აბა, სად იწყება მაშინ კონსპირაცია? შეთქმულების თეორიული ხედვა ამბობს, ეკლესიამ შეარჩია ის ტექსტები, რომლებიც გააძლიერებდა მის ავტორიტეტს, გავლენას და გვერდზე გადადო ის, რაც რთულ კითხვებს აჩენდა. ანუ ადამიანებს მოუწევდათ ფიქრი. მაინც სად რა ნაწილშია მთავარი საეჭვო წერტილები? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბიბლიის თანამედროვე ვერსიისგან განსხვავებული. პირველი, ცოდნის კონტროლი. ენოქის წიგნი ამბობს, ცოდნა შეიძლება იყოს საშიში და მოდიოდეს ზემოდან. კონსპირაციით კი ეკლესიას არ აწყობდა იდეა, რომ ცოდნა არ უნდა იყოს მხოლოდ მისი კონტროლის ქვეშ. მეორე, ანგელოზების დაცემის განსხვავებული ვერსია. ტრადიციულად ბოროტება უდრის ეშმაკს. ენოქის მიხედვით, ბოროტება უდრის ანგელოზების ჯგუფურ აჯანყებას პლუს აკრძალული ცოდნის გადაცემას ადამიანებზე. კონსპირაციულად კი ეს ამცირებს ეკლესიის მიერ შექმნილ მარტივ ნარატივს. მესამე, ადამიანი როგორც მსხვერპლი. ენოქის წიგნი მიანიშნებს, ადამიანი ნაწილობრივ მოტყუებულია. მას ცოდნა კი მიაწოდეს, მაგრამ ანოტაციის, ანუ გამოყენების ინსტრუქციის გარეშე. კონსპირაცია გვეუბნება, რომ თუ ადამიანი მსხვერპლია, მაშინ ეკლესიის მიერ დაწესებული სრული პასუხისმგებლობის იდეა სუსტდება. მეოთხე, კაცის ძე ქრისტიანობამდე. ენოქში უკვე არსებობს ეს ფიგურა. კონსპირაციაში კი შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანული იდეები უფრო ძველი წყაროებიდან მოდის. მეხუთე, ზეციური არსებების არასრულყოფილება. ენოქში ანგელოზებიც ცდებიან. კონსპირაციულად კი ეს არღვევს იერარქიას, ღმერთი
ანგელოზები, ადამიანი. თუ რეალობას დავუპირისპირებთ კონსპირაციას, მივიღებთ შემდეგს. რეალობა გვეუბნება. ტექსტი არ აკმაყოფილებდა კრიტერიუმებს, არ იყო ერთსულოვნად მიღებული. თეოლოგიურად პრობლემური იყო. კონსპირაციული ინტერპრეტაცია კი გვეუბნება. ეკლესიამ აირჩია მარტივი და საზოგადოებისათვის კონტროლის იდეალური ნარატივი. რთული და სახიფათო იდეები გვერდზე გადადო. ცოდნის ნაწილი დაიკანკა ან დაივიწყეს. ანუ, ენოქის წიგნი არ არის უბრალოდ დავიწყებული ტექსტი. ის არის ტექსტი, რომელიც არ ჯდებოდა იმ სურათში, რომელიც მოგვიანებით შეიქმნა კაცობრიობის, იგივე ასე ვთქვათ, უხეშად ბრბოს სამართავად. შესაძლოა ის არ დამალეს პირდაპირ, მაგრამ უბრალოდ ჭრდილში დატოვეს. ზოგჯერ დავიწყება ისეთივე ძლიერია, როგორც დამალვა. თავარი დასკვნა კი ერთია. ენოქის წიგნის საიდუმლო არ არის ერთი კონკრეტული ფაქტი. ეს არის დაძაბულობა ორ იდეას შორის. კონტროლირებული, სტრუქტურირებული რელიგიური ნარატივი, ქაოტური, მისტიკური და რთული ძველი ტექსტი. და სწორედ ამ დაძაბულობაში ჩნდება ეს კითხვა: რა დავკარგეთ მაშინ, როცა გადავწყვიტეთ, რა არის სწორი და რა არა? შესაძლოა. ჩვენ დავკარგეთ ისტორიების ნაწილი, რომლებიც არ ჯდებოდა რელიგიური ცოდნის წესრიგში. ტექსტები, რომლებიც კითხვებს სვამდა იქ, სადაც სხვები პასუხებს სთავაზობდნენ, დოგმატურს. შესაძლოა დავკარგეთ წარმოდგენა სამყაროზე, რომელიც უფრო რთული იყო, უფრო ქაოტური და ნაკლებად კომფორტული. როცა აერჩიეს, რომელი ტექსტები უნდა დარჩენილიყო და რომელი არა, შეიქმნა ერთიანი ნარატივი. ნარატივი, რომელიც გასაგებია, სტრუქტურირებულია და მართვადიც. მაგრამ ამ პროცესს ყოველთვის აქვს ფასი. შესაძლოა დავკარგეთ იდეა, რომ ცოდნა ყოველთვის კეთილი არ არის, რომ არსებობს ცოდნა, რომელიც ცვლის ადამიანს და არა ყოველთვის უკეთესობისკენ. შესაძლოა დავკარგეთ ისტორიები იმაზე, რომ ბოროტება შეიძლება არ იყოს მხოლოდ ადამიანური, რომ პასუხისმგებლობა შეიძლება უფრო რთულად ნაწილდებოდეს, ვიდრე უბრალოდ სწორი და არასწორი. და შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი, დავკარგეთ უნარი დავუშვათ ეჭვი. რადგან როცა ყველაფერი განსაზღვრულია, როცა უკვე ვიცით რა არის ჭეშმარიტება, კითხვები აღარ არის საჭირო, მაგრამ სწორედ კითხვებში იბადება ძიება და ჭეშმარიტება. და იქნება ენოქის წიგნის მნიშვნელობაც აქ არის, არა იმაში, რომ ის გვაძლევს პასუხებს, არამედ იმაში, რომ გვაიძულებს დავსვათ კითხვები, რომლებსაც სხვაგვარად ვერასოდეს დავსვამდით. ამიტომაც მოგვცა გონი სამყარო მერთმა. შესაძლოა ჩვენ არ დაგვიკარგავს სიმართლე მთლიანად, მაგრამ შესაძლოა დავკარგეთ მისი ერთ-ერთი ვერსია და კითხვა ისევ ღიად რჩება, თუ სხვადასხვა ვერსიებიდან მხოლოდ ერთი დავტოვეთ, რამდენად ახლოს ვართ სრულ სურათთან. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვინმე ორგანიზებულად ებრძვის ენოქისეულ ცოდნას, მაგრამ ეს საკითხი უფრო ღრმაა და აქ ისევ იკვეთება განსხვავება რეალობასა და ინტერპრეტაციას შორის. დღეს ენოქის წიგნი თავისუფლად ხელმისაწვდომია. განხილულია დოკუმენტურ ფილმებში და YouTube-ზე, თუნდაც ამ ვიდეოს სახით. ენოქის წიგნი არ ითვლება წმინდა წერილად. მას განიხილავენ როგორც ისტორიულ რელიგიურ ტექსტს ან იუდეურ აპოკრიფულ ლიტერატურას. მაგრამ მნიშვნელოვანი დეტალია: ეკლესია არ კრძალავს მის საკითხას, უბრალოდ არ აღიარებს მას როგორც ავტორიტეტულ სწავლებას. გამონაკლისია ეთიოპიის მართლმადიდებელი ეკლესია, სადაც ის დღემდე კანონიკურია. როგორც დასაწყისშიც თქვი, მაინც რატომ არ ბაძავს ეთიოპიური ეკლესია სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებს და არ იღებს სწავლებიდან ენოქის ტექსტს? მათ მიაჩნიათ და ჩემი აზრით სწორადაც, რომ ესეც ბიბლიურ ამბებთან დაკავშირებული ტექსტია და შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე სწორი შინაარსის მატარებელიც. ამიტომ მათი აზრით საზოგადოებამ მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ ყველაფერი, რაც რელიგიურ წარსულთანაა დაკავშირებული. თუნდაც არ იყოს მართალი და უბრალოდ მითიური თხზულება იყოს. ის მაინც ბიბლიასთან, ღმერთთან და კაცობრიობის წარსულთანაა დაკავშირებული. ამავე დროს, ეთიოპიის მართლმადიდებლური ეკლესია სრულიად განსხვავებულ ბიბლიურ კანონზე დგას, ვიდრე ბერძნულ ლათინური ქრისტიანობა. ენოქის წიგნი ეთიოპიურ ეკლესიაში კანონიკურ წიგნად ითვლება, ანუ იმავე დონეზეა, როგორც სხვა ბიბლიური ტექსტები. ამიტომ მათთვის ეს არ არის ერეტიკული ან საეჭვო. არ არსებობს საჭიროება აკრძალვის. ეთიოპიაში ქრისტიანობა დამოუკიდებლად განვითარდა. მათ შეინარჩუნეს უფრო ძველი ტრადიციები და ენოქი იქ არასოდეს ამოუღიათ. ეთიოპია საუკუნეების განმავლობაში საკმაოდ იზოლირებული იყო ქრისტიანული სამყაროსგან. არ მიიღეს ბერძნულ რომაული ეკლესიის გადაწყვეტილებების სრულად. შეინარჩუნეს უფრო ფართო ბიბლიური კანონი, 81 წიგნი. და მაინც, რა დამანული ცოდნაა ენოქის ნაწერებში? ეს ტექსტები უნდა გავიგოთ როგორც აპოკალიფსური და სიმბოლური სწავლება და არა საიდუმლო აკრძალული ტექნოლოგია,
ან პირდაპირ დამანული ფაქტები. ტექსტი ეკუთვნის ებრაულ აპოკალიფსურ ტრადიციას, სადაც ცოდნა გადმოცემულია ხილვებით, ალეგორიებით და ანგელოზური შუამავლობით. პირველი, დაცემული ანგელოზების ცოდნა. მეორე, სამყაროს სტრუქტურის ხილვა. მესამე, საბოლოო სამსჯავრო და ისტორიის სქემა. მეოთხე, რჩეული ადამიანის ფიგურა, ცოდნის ორმაგი ბუნება. დაცემული ანგელოზების ცოდნა. ენოქში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ეგრეთ წოდებულ მხედველებს, watchers. აღწერილია როგორც ანგელოზები, რომლებსაც ადამიანებს გადასცეს აკრძალული ცოდნა შემდეგი მიმართულებებით: მეტალურგია, ანუ იარაღის ამზადება, ასტროლოგია, ოკულტური, მაგიური პრაქტიკები, კოსმიური ციკლების ცოდნა. ტექსტის მიხედვით, პრობლემა ცოდნა კი არ არის, არამედ მისი არასწორი გამოყენება და ის, რომ ეს ცოდნა ადამიანებს ადრე მიეცათ. სამყაროს სტრუქტურის ხილვა. ენოქს აძლევენ უნიკალურ შესაძლებლობას იხილოს კოსმოსის მოწყობა, ციური სფეროები, ვარსკვლავების მოძრაობის წესრიგი, როგორ მუშაობს ბუნების ციკლური კანონები, დღე-ღამე, სეზონები. ეს დაკავშირებულია ეგრეთ წოდებულ ასტრონომიურ წიგნთან, სადაც წარმოდგენილია ძველი სამყაროს მოდელი. აქ დამანული არ არის საიდუმლო ფორმულა, არამედ იდეა, რომ სამყარო მკაცრი წესრიგით იმართება. საბოლოო სამსჯავრო და ისტორიის სქემა. ენოქი აღწერს, როგორ დაირჩებიან დაცემული ანგელოზები, როგორ გასამართლებიან ადამიანები, როგორ დამყარდება სამართლიანობა. ეს არის ერთ-ერთი პირველი დეტალური აპოკალიფსური ხედვა, რომელმაც მოგვიანებით გავლენა მოახდინა ქრისტიანულ ესქატოლოგიაზე. რჩეული ადამიანის ფიგურა. ენოქში ჩნდება იდუმალი ფიგურა, სამართლიანი მეფე, რჩეული, რომელიც იჯდება ღმერთის ტახტთან, გაასამართლებს სამყაროს, აღანდგეს წესრიგს. ეს თემატიკა მოგვიანებით უკავშირდება მესიანურ იდეებს. ცოდნის ორმაგი ბუნება. თავარი ფილოსოფიური ხაზია, ცოდნა შეიძლება იყოს ღმერთისგან ბოძებული ან არასწორად მიღებული. ენოქი ხაზს უსვამს. პრობლემა ცოდნაში კი არა, მის წყაროსა და გამოყენებაშია. მოკლედ რომ შევადაროთ ენოქისეული და თანამედროვე ბიბლიისეული ცოდნა, ასეთ სურათს ვიღებთ. ენოქის წიგნი და თანამედროვე ბიბლია, ძველი და ახალი აღთქმა, ერთსა და იმავე რელიგიურ სამყაროში წარმოიშვა, მაგრამ შინაარსით, აქცენტებით და თეოლოგიური მიდგომით საკმაოდ განსხვავდება. ეს განსხვავება არ არის უბრალოდ ცოდნის რაოდენობაში, უფრო მნიშვნელოვანია რა ტიპის ცოდნას გვთავაზობს თითოეული. ენოქი ეფუძნება ხილვებს, ანგელოზურ გამოცხადებებს, აღწერს ზეციურ საიდუმლოებებს და კოსმიურ წესრიგს. ბიბლია წარმოადგენს მრავალ ჟანრს: ისტორია, კანონები, ფსალმუნები, სახარებები, ფოკუსირებულია ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობაზე. ანუ ენოქი მისტიკური და სიმბოლური ხედვებით გამოირჩევა თავის ტექსტებში, ბიბლია კი სისტემურ რელიგიურ სწავლებას გვთავაზობს. ენოქი გვაძლევს დეტალურ, თითქმის კოსმოლოგიურ სურათს, აღწერს ციურ მექანიზმებს, ვარსკვლავების მოძრაობას. ბიბლიაში კი სამყაროს აღწერა უფრო სიმბოლურია, მაგალითად დაბადების წიგნი. არ გვთავაზობს დეტალურ მეცნიერულ მოდელს. ორივეში არის საბოლოო სამსჯავრო, მაგრამ ენოქში მეტად დეტალური და დრამატულია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დაცემული ანგელოზების დასჯას. ბიბლიაში კი აქცენტი ადამიანების ხსნაზე და ღმერთთან კავშირზეა, განსაკუთრებით ახალ აღთქმაში, ქრისტეს როლზე. განსხვავება არ არის იმაში, რომ ერთში მეტი სიმართლეა და მეორეში ნაკლები. განსხვავება ხედვის კუთხეშია. ენოქი ცდილობს ახსნას, როგორ მუშაობს ზეციური რეალობა. ბიბლია კი როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ამ რეალობაში, აქ, დედამიწაზე. რადგანაც ენოქის წიგნი და ბიბლია ერთმანეთთან თემატურად ახლოს დგანან, რით შეავსებდა ენოქის ტექსტები ბიბლიას? ენოქი ეხება იმ სფეროებს, სადაც ბიბლია შედარებით მოკლე ან მინიშნებითია. შესაბამისად, ეს ტექსტები ამ საკითხების დეტალიზაციას გვთავაზობს. ბიბლიაში მხოლოდ მოკლედ არის ნახსენები ღვთის ძეები და ნეფილიმები. ენოქის წიგნი ამ თემას მნიშვნელოვნად ავრცობს. აღწერს ეგრეთ წოდებულ დამცველ ანგელოზებს, ასახელებს მათ ლიდერებს, მაგალითად სემიაზას და აზაზელს. ხსნის, როგორ ასწავლეს ადამიანებს აკრძალული ცოდნა. ბიბლიაში ზეცა ხშირად სიმბოლურად ან ზოგადად არის წარმოდგენილი. ენოქის ტექსტები კი აღწერს მრავალშრიან ცას, ხშირად 7 ან მეტი დონე. ანგელოზთა იერარქიას, ზეციურ მექანიზმებს, მზის მთვარის მოძრაობას. ეს ნაწილობრივ ავსებს იმ კოსმოლოგიურ სიცარიელეს, რაც ბიბლიაში ნაკლებად არის დეტალიზებული. ბიბლიაში ბოროტება ხშირად უკავშირდება ადამიანის ცოდვას ან სატანას. ენოქის წიგნი კი ამატებს ანგელოზთა აჯანყების იდეას, ცოდნის ბოროტად გამოყენების კონცეფციას.
აქ ბოროტება არამხოლოდ ადამიანური არჩევანია, არამედ კოსმიური დარღვევის შედეგიც. ენოქის ტექსტებში მკაფიოდ ჩანს სოციალური უსამართლობის კრიტიკა, დიდრებისა და ძლიერთა განკითხვა, ღვთიური სამართლის გარდაუვალობა. ეს თემები, რა თქმა უნდა, ბიბლიაშიც არის, მაგრამ ენოქში უფრო პირდაპირ და მკაცრად არის ფორმულირებული. ენოქის წიგნი ბიბლიას არ ცვლის, მაგრამ ავრცობს მის ბუნდოვან მონაკვეთებს. ამატებს დეტალურ მითოლოგიურ და კოსმოლოგიურ ფენას, აძლიერებს აპოკალიფსურ და ეთიკურ ნარატივს. შედეგად, იგი შეიძლება აღიქმებოდეს როგორც ინტერპრეტაციული გაფართოება, არა აუცილებელი, მაგრამ საინტერესო დამხმარე ტექსტი იმ საკითხებში, სადაც ბიბლია მოკლეა ან სიმბოლური. ვიცით, რომ ბიბლია ერთიანი წიგნი არ არის. ის წარმოადგენს სხვადასხვა ეპოქაში დაწერილი ტექსტების კრებულს. ამიტომ რამდენი ტექსტია შეტანილი დამოკიდებულია იმაზე, რომელი ეკლესიის კანონს ვგულისხმობთ. ქართულ ტრადიციაში გამოყენებული ბიბლია ეყრდნობა მართლმადიდებელ კანონიკურ ნუსხას, რომელიც პროტესტანტულსა და კათოლიკურს შორის უფრო ფართოა. ქართული მართლმადიდებლური გამოცემების მიხედვით, სულ 77 წიგნია შეტანილი. ზოგ გამოცემაში შეიძლება იყოს მცირე განსხვავება 76-დან 79-ის ფარგლებში. ძველი აღთქმა შედგება დაახლოებით 50 წიგნით, ახალი აღთქმა კი 27 წიგნით. ეს ნაწილი სხვადასხვა ქრისტიანულ კონფესიებში ფაქტობრივად ყველგან ერთნაირია. ქართული ეკლესია არ იყენებს ისეთ გაფართოებულ კანონს, როგორიც აქვს ეთიოპიის მართლმადიდებლურ ეკლესიას. იქაურ ბიბლიაში 81 წიგნია შეტანილი, ამიტომ ენოქის წიგნი არ შედის ქართულ ბიბლიაში. ენოქის წიგნის გარდა ბიბლიაში ბევრი რამ არ არის შეტანილი. სხვადასხვა ეპოქაში დაწერილია ათეულობით და რეალურად ასობით ტექსტი. მათ შორის არის ებრაული აპოკრიფები, ქრისტიანული აპოკრიფები, გნოსტიკური ტექსტები. მაგალითად, ცნობილია თომას სახარება, მარიამ მაგდალინელის სახარება, პეტრეს აპოკალიფსი. საერთო ჯამში ასეთი ტექსტების რაოდენობა 100-ზე მეტია, თუ ყველა ფრაგმენტსა და ვერსიას ჩავთვლით. შესაბამისად, მორწმუნეთა დიდმა ნაწილმა ზუსტი სურათის დასანახად, თუ როგორი იყო იესო ქრისტეს ეპოქა, ან ქრისტემდე კაცობრიობის წარსული, სასურველია ყველა ეს ინფორმაცია იცოდეს. ბიბლია არ არის დაწერილი როგორც სრული ისტორიული ქრონიკა. მისი ძირითადი მიზანია თეოლოგიური და სარწმუნოებრივი გზავნილი. ხოლო ისტორია ამ გზავნილის გადმოსაცემად გამოყენებული ჩარჩოა. ამიტომ პასუხი ასეთია: ბიბლია გვაძლევს მნიშვნელოვან, მაგრამ არასრულ და შერჩეულ ხედვას, როგორც კაცობრიობის ადრეულ პერიოდზე, ისე ქრისტეს ეპოქაზე. ბიბლია უნდა განვიხილოთ არა როგორც ყველაფრის დეტალური ისტორია, არამედ როგორც სულიერი და თეოლოგიური ინტერპრეტაცია ისტორიისა, რომელიც გვაწვდის ძირითად ხაზს, მაგრამ არა მთლიან სურათს. ძველი ხელნაწერები ხშირად ინახებოდა გამოქვაბულებში, მონასტრებში, კერძო კოლექციებში. ზოგი ტექსტი შეიძლება ჯერ კიდევ არ იყოს აღმოჩენილი, ან აღმოჩენილი იყოს, მაგრამ სრულად არ იყოს გაშიფრული. ამიტომ ახალი ფრაგმენტების ან უცნობი ტექსტების აღმოჩენა სამსებით რეალურია. და რატომ არ ვიცით ყველაფერი? ძველი ტექსტების დიდი ნაწილი სამწუხაროდ დაიკარგა ომების, დროის სვლის, მასალის, მაგალითად პაპირუსის ან პერგამენტის გაბუჭების გამო. ბევრი ნაწერი არსებობდა მხოლოდ ერთ ან რამდენიმე ასლად, ამიტომ ისტორიული სურათი ყოველთვის ნაწილობრივია. შეჯამების სახით ვიტყვი, რომ დღეს ენოქის წიგნი არ არის დამალული. ის ხელმისაწვდომია, იკითხება, იკვლევა და მაინც იშვიათად ისმის. შესაძლოა მას აღარ ებრძვიან ცეცხლთა და აგრძალვებით. შესაძლოა ის უბრალოდ დარჩა ჭრდილში. ენოქის წიგნი არ გვაძლევს მარტივ პასუხებს. ის არ გვეუბნება რა არის სწორი და რა არა. ის გვაჩვენებს სამყაროს, რომელიც უფრო რთულია, ვიდრე ჩვენ გვინდა რომ იყოს. და ვიდრე დღევანდელი სახით ბიბლიური სწავლებები გვთავაზობს. ამ საკითხში ენოქის შინაარსი უფრო მეცნიერულს ჰგავს. რელიგია ხომ დოგმატური სწავლებაა. ასეა და მორჩა. ანუ უნდა მიიღო ის, რაც წერია და ზედმეტი აღარ იფიქრო. მისი შინაარსის მიღმა კითხვები აღარ უნდა გაგიჩნდეს. ენოქის ტექსტები კი უფრო ღრმა სამყაროს გვთავაზობს, სადაც კითხვები ავტომატურად ჩნდება. სამყარო, სადაც ცოდნა შეიძლება იყოს ძალაც და ამავე დროს საფრთხეც. არასწორი გამოყენების შემთხვევაში, სადაც შეცდომა შეიძლება ზეციდანაც მოდიოდეს და სადაც ადამიანი ყოველთვის არ არის ერთადერთი დამნაშავე. შესაძლოა სწორედ ამიტომ აღარ არის ის მთავარი რელიგიური ნარატივის ნაწილიც. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის უმნიშვნელოა.
და ბოლოს, არჩევანი რა თქმა უნდა ჩვენზეა. დავრჩებით მხოლოდ იმ პასუხებით, რაც უკვე გვაქვს, თუ გავბედავთ და დავსვამთ კითხვებს, რომლებიც შესაძლოა ყველაფერს შეცვლის. ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა არ დაგაბეზნეს. მადლობა ყურადღებისთვის.